საქართველოს რომ ტერორიზმისაგან თავისუფალი ქვეყანაა ეს დღეს მსოფლიოს მოწინავე გავლენიანმა ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენმა ქვეყანამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზე სოლიდური ადგილი მოინიშნა. საქართველოს ტერორიზმისგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა და უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესზე განცხადებას აქვეყნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებენ და განმარტავენ, რომ საქართველოს უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი ყოველწლიური ანგარიში გლობალური ტერორიზმის ინდექსი 2025 გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის გავლენის ყოვლის მომცველ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად საქართველოს კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება. ქვეყანა უნგრეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთსა და ათობით სხვა სახელმწიფოსთან ერთად ბოლო ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველოს წინ უსწრებს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ბელგიას, ნიდერლანდებს, შვედეთს და ასე შემდეგ. ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული გლობალური ტერორიზმის ინდექსით საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამ პერიოდში საქართველოს საერთო მაჩვენებელი 1933 ქულით გაიუმჯობესა და ანგარიშით გათვალისწინებულ პოზიციებს შორის უმაღლესი ადგილი დაიკავა. ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს. გავლენიანი ორგანიზაციის შეფასებით საქართველოს 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 51 ადგილს იკავებდა. ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის კი ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი მე-7 ადგილზე იყო. კვლევის თანახმად 2012 წლის შემდეგ რეიტინგი საქართველოს 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით ოფიციალური მონაცემები ხელისუფლების ეფექტიანი მუშაობის შედეგია. კონტრტერორისტულ ცენტრში განხორციელდა საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა და უპირატესობა მიენიჭა ანალიტიკური სამსახურის გაძლიერებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მჭიდრო კოორდინაციაშია თავდაცვის სამინისტროსთან, დაზვერვის დეპარტამენტთან, ყველა თითქმის ძალოვან სტრუქტურებთან და მთლიანობაში ამან ვფიქრობ, რომ სწორედ ის რომ წარმატებულია ეს რეფორმები შედეგით სახეზეა. აქედან გამომდინარეობს ის შეფასებებიც, ის რომელიც კეთდება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ქვეყანა, სადაც ტურიზმის დიდი ნაკადია. ის ქვეყანა, სადაც ყველაზე უსაფრთხო მდგომარეობაა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი, რომლის დედაქალაქში შეიძლება, დედაქალაქში და ყველა ქალაქში შეიძლება ნებისმიერ დღის, ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში ქუჩაში ყოფნან და საფრთხეები არ ემუქრებათ. ტერორთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან. ჩვენ აქამდეც მოგვისმენია შეერთებული შტატების, სხვა ჩვენი ქვეყნის პარტნიორების კონკრეტული განცხადებები, კონკრეტული ანგარიშები, სადაც საქართველოს მიღწევები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართებით არის დაფასებული და ხაზგასმული. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ მოცემულობას, როდესაც რამოდენიმე პუნქტით დაწინაურდა რეიტინგში ჩვენი ქვეყანა. ეს არის იმ პოლიტიკის, სწორი პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ქვეყანა სახელმწიფო ახორციელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში. ექსპერტთა წრის წარმომადგენლები ანალიტიკური ცენტრის ოფიციალურ მონაცემებს ქართული ოცნების ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებენ. გია აბაშიძის შეფასებით მაჩვენებლები ხელისუფლების სამართალდამცავთა და სპეცსამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგია. მკვეთრი ნახტომი უარესობიდან უკეთესობისკენ 2012 წლიდან დღემდე მეტყველებს იმაზე, რომ დასავლელ შესაბამის სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენმა სამართალდამცველებმა და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა
მიაღწიეს ამ შედეგს და ეს შედეგი არ არის მხოლოდ იმ მხრივ, რომ სადღაც ინდექსში დაფიქსირდეს. ეს აისახება სტაბილურობაზე, ტურიზმზე, ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე და ასე შემდეგ. რომ ყოფილიყო საქართველოს ეგრეთ წოდებული რუსული ეზო, როგორც ამას დამახინჯებულად ამბობს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, როგორ გონიათ, ვიქნებოდით ამ ინდექსში წინა ადგილზე, რასაკვირველი არა. საქართველოს სარეიტინგო პოზიცია მიმდინარე წელსაც გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან თავისუფლებით მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.